დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლოს სტუმართან ერთად ჩვენთან სტუმრად იმყოფება მეტყველების კორექციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ეკა ჭავჭავაძე. გამარჯობა ეკა. ჭეშმარიტად გელოცავთ. დიდ მადლობას მოგეხსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ საუბრობთ მეტყველების დარღვევების შესახებ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ მე როგორც გავარკვიე, როდესაც თქვენ გიწევდით ჩვენთან სასაუბროდ, მეტყველების დარღვევებმა, აი სამედიცინო თვალსაზრისით, მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ვთქვათ, მეტყველების გამოსწორების პრობლემაზე, რასაც ქვია, ვთქვათ, რბილი და მაგარი ლუ და ასე შემდეგ, ეს ლოგოპედის პრეროგატივა, ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო თვალსაზრისით მეტყველების დარღვევებზე. იმატაო, როგორც გავიგე, პროცენტულად ასეთმა სახის დარღვევებმა. რა არის მიზეზი? თუ არის ეს სტატისტიკა სწორი პირველ რიგში ამას კითხავთ და რა არის ამ დარღვევების მატების მიზეზი? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით უკანასკნელ წლებში საკმაოდ იმატა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევებმა და ამის მიზეზი ძირითადად მაინც არის ვერბალური კომუნიკაციის დეფიციტი. ანუ ბავშვმა მეტყველება რომ დაიწყოს და რაც თავარეს სწორად ამეტყველდეს პირველის ყოვლისა თავად უნდა ესმოდეს ნორმალური მეტყველება და გარდა ამისა ეს უნდა მივაწოდოთ ისეთი ფორმით რომ მას გაუჩნდეს სურვილი და ინტერესი სწორედ აი ამ კომუნიკაციის ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით შეიმეცნოს გარემო და ნუ ძირითადად მაინც ეს არის მშობელთა მოუცლელობა ძიძების ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა ტექნოგენიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ბავშვს 24 საათი ანუ თავისუფალ დროს ატარებს სხვადასხვა კომპიუტერულ მოწყობილობებთან ამ მშობელი მოვა სამსახურიდან შეიძლება თვითონ მუშაობდეს აგრძელებდეს კომპიუტერთან მუშაობას ასეთ ტელევიზორს უყურებდეს და არ დგება მათ შორის არანაირი კონტაქტი. ანუ ბავშვი როდესაც ოჯახურ გარემოში არ იზრდება სრულფასოვნად ეს იწვევს შესაძლებლობას ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მიზეზი ის არის რომ ბავშვი ინტერესს კარგავს ლაპარაკისადმი ზარმაცდება აღარ უნდა საუბარი და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი წნეხია მისთვის ის ვიზუალური ეფექტები რომელსაც აი ამ იგივე თამაშების დროს საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული ანიმაციური ფილმების ყურებისას იღებს ის იმდენად რჩება აი ამ ნანახის შთაბეჭდილების ქვეშ რომ რეალურად ილაპარაკოს და რაღაც ქვას და ის რაღაც სასაცილო მოთხრობები უფრო სწორად საჭირო მოთხრობები მისთვის უკვე სასაცილო და უინტერესო ხდება ძილის წინ დედის მოყოლილის ზღაპარი ეს უკვე ძალიან დიდი იშვიათობაა ძალიან ცოტა დედა თუ უყვება საკუთარ შვილებს ძილის წინ ზღაპრებს. ქალბატონო ეკა, აი ნუ ძირითადად ბავშვები იწყებენ უკვე წლინახევრიდან, ხო, რაღაცა თითო მართლებითო და უფრო ადრე ჩნდება. სიტყვები დაახლოებით მაგას აქში, დიახ. აი რა უნდა იყოს თქვა მშობლებისთვის ერთგვარი სიგნალი, რომ რაღაცა დარღვევასთან შეიძლება გქონდეს საქმე, ანუ როდი შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ საჭიროდ რომ მივაკითხოთ ლოგოპედს ან რაღაცა არა ჯანსაღთან გვაქვს საქმე მეტყველებასთან და როდესაც დაახლოებით წლის ან წლის და 2 თვის 3 თვის ასაკში ბავშვი არ ამბობს ერთგვაროვან და მარტივ მარცვლებს არის მეორეს მაგალითად დედე მამა ბებე აი ეს რაც ოჯახის წევრებთან არის დაკავშირებული სახელებს გარდა ამისა როდესაც ხვა საუბრობს არ აინტერესებს ხვისი საუბარი ანუ იგივე მშობელთა საუბარს არ აქცევს ყურადღებას თავს არ ატრიალებს იქითკენ საერთოდ ხმა მოსდის როცა ესმის აქ არის საუბარი როდესაც სმენის ფუნქცია აბსოლუტურად შენარჩუნებულია როდესაც არ აინტერესებს იგივე სხვა ბავშვებთან ურთიერთობა ხო ადრე იყო ესეთი მოსაზრება რომ 3 წლამდე მშობელი მშვიდად იჯდა და ელოდა მის ამეტყველებას დღეს ეს კატეგორიულად დაუშვებელია აუტიზმის და აუტისტური სპექტრის მოშლილობების კატასტროფული ტემპით ზრდის ფონზე ანუ აი წლის და ეს არ ნიშნავს ანუ წლის და ნუ წლინახევრის ეს ყველაზე დიდი ასაკია რომ უნდა მივაკითხოთ არა ლოგოპედს არამედ ფსიქიატრს ან ფსიქონევროლოგს რადგან გამოირიცხოს ის რაც ყველაზე საშიშია ეს სულაც არ ნიშნავს რომ აუცილებლად დიაგნოზი დაისმება თუნდაც იმ 2 წელს და 3 წელს რომ შვიდად ველოდოთ წლინახევარი ეს არის პიკი იმისა რომ მშობელმა დაელოდოს თუნდაც იმიტომ რომ გენეტიკურად შეიძლება ვიღაცას გვიან ამეტყველება
ჰქონდეს იგივე დედას ან მამას, გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ის ფაქტორი არ არის, რამაც შეიძლება ჩვენ მშვიდად ჯდომის საშუალება მოგვდეს. რომ არ აუჩას მამამისს, კი, ასე გვიან ამეთყველდა. არა, ძალიან ბევრი სავალალო შედეგი გვაქვს სახეზე, ზუსტად აი ესეთი მცდარი დამოკიდებულების გამო. აი, როდესაც ბავშვს ერთ კითხვასაც დავსვამდინო. ბავშვს თითქოს აი მოფერების მიზნით ენა მოჩლექით ელაპარაკებენ, ჩემო პატაკინა და რაღაცებს ვეუბნებია, ხო დაუშვებელია. აბსოლუტურად დაუშვებელია, იმიტომ რომ მე დასწრიშიც ვახსენე, ბავშვი იწყებს მეტყველებას იმ დონეზე, რა დონის მეტყველებაც მას ესმის. ძალიან ხშირად იგივე სუფთა ლოგოპედური მართლმეტყველების დარღვევები, რაც თქვენ აღნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც არიან ასეთი ბავშვები, აუცილებლად ოჯახში ვიღაცას ან თვითონ დედას და მამას აღენიშნებათ ასეთი წარმოთქმა, ან ეს არის ზუსტად ამის შედეგი. გარდა ამისა, ბავშვები იმიტაციას აკეთებენ ძალიან კარგად და რომც უნდათ მე და სურვილიც აქვთ, ვეღარ ახერხებენ ამ ჩვევის, ასე ვთქვათ, ამ ჩვევიდან თავდახსნას. ბავშვს ველაპარაკოთ სწორად გამართულად და სწორი და გამართული მეტყველებითაც შეიძლება მოვეფეროთ და მოვეალებს. ნამდვილად შესაძლებელია. ქალბატონო ეკა, თქვენ ახსენეთ, რომ აუტისტ ბავშვებში ყველაზე გავრცელებულია ეს აუტისტ ბავშვებში, რა თქმა უნდა, და ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს და სანამ აი ამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდეთ, იქამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, ენის ბორძიკს რაც შეეხება, აი ბევრი ადამიანია ენის ბორძიკით საუბრობს, არ ვიცი სამედიცინო ენაზე ამას რა ქვია. სხვათა შორის გამიგია ისეთი ადამიანები, ვინც ენის ბორძიკით საუბრობენ, სიმღერის დროს აბსოლუტურად არ ეტყობათ ეს. აი, რამდენად ხშირია ეს ენის ბორძიკი, რა იწვევს, მიზეზები რა არის და რამდენად გამოსწორებადია, თუ შეიძლება ვთქვათ მკურნალობის შედეგად გამოსწორდეს ეს სამედიცინო ენაზე აი ამ ენის ბორძიკს ლოგონევროზი ეწოდება, ეს არის ნევროზის ერთ-ერთი სახე, რომელიც ვლინდება მეტყველების რიტმის და ტემპის დარღვევით. ანუ აი თავისუფალი მეტყველების ტემპი და რიტმი არის დამუხრუჭებული საარტიკულაციო აპარატში წარმოქმნილი კუმჭხვების და სპაზმების შედეგად, რაც ჭრის, ასე ვთქვათ, და ანაწევრებს ძალიან ცუდად მეტყველებას. ამის ძირითადი მიზეზი არის სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებია, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც არის, რომ ესე რომ ვთქვათ, ტელემაყურებლებისთვის უფრო გასაგებენაზე, თავის ტვინში მეტყველების წარმომშობი კონვეიონური სისტემა გამოდის წყობრიდან, ანუ არასინქრონულად მუშაობს და არ როგორც ნებისმიერი კონვეიერი შეიძლება გაფუჭდეს და რაღაცა არა ტემპში და რაღაცა ქაოსურად ისროლოს. აი დაახლოებით ასეთი რაღაც ხდება. ზუსტად საარტიკულაციო აპარატს თავის ტვინიდან არ მიეწოდება სათანადო დონეზე სიგნალი, როგორი მეტყველოს და რანაირად. რა ხდება მაშინ სიმღერის დროს? აი მეც სიმღერის დროს რა ხდება? აი ეს კონვეიერი სიმღერის დროს ხდება გაწევა, ხო? რეალურად ეს თქვენ რაც ბრძანეთ, ხდება მელოდიურ სიმღერებზე, ეს არათუ შემთხვევაში რაღაც სხვა მიმართულების სხვა ჟანრზე არცერდება. რეპი ნაკლებად, მაგრამ აი მელოდიური სიმღერების დროს ხდება ბგერათა გაწელვა, რაც დროს აძლევს აი იმ სამ ცენტრს, რომელიც თავის ტვინშია, რომ იმპულსის გადაწოდება მოასწროს რამენაირად და იკვრება რკალი, ზუსტად ისე უწყვეტად, რაც საჭიროა თავისუფალი და ლაღი მეტყველებისთვის. იგივე ლექსის თქმის დროს იშვიათად არის, რომ ლექსის თქმის დროსაც ნაკლებად, თუმცა მაინც არის აი სიმღერის დროს. აი ნინომ რას თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არის გარკვეულ ასაკში, ანუ რაღაცა ეტაპზე ზრდისა, აი ამის გამოსწორება და მუშაობის შედეგად. გამოსწორება და ამაზე მზრუნვა შეიძლება ნებისმიერ ასაკში. ჩვენ ცენტრში ყავს პაციენტები მსგავსი პრობლემით დაწყებული 5 წლიდან დამთავრებული 30-35 წლის ასაკში. და მინდა გითხრათ, რომ შედეგები ნამდვილად არის, ზოგადად, როდესაც ადამიანს უნდა პრობლემის გამოსწორება და ვიღაცა ამაში ეხმარება, შედეგი აუცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, мотиваცია მეტია. მან იცის რას აკეთებს, თუ სკოლამდელ ასაკში და დაწყებით სკოლაშია მშობლებს შეიძლება ეთქვას ძალით მოყავთ ბავშვები და რაღაცა ძალით აიძულებენ რაღაცების კეთებას, მოძილ ასაკში ეს აბსოლუტურად გააზრებულია და შედეგიც ბევრად უკეთესია და მყარია. გასაგებია, აი ძირითადად ესეთ ბავშვებს უფრო მეტად თავისი თანაკლასელები, იგივე თქვათ შეიძლება ოჯახის წევრებიც რაღაცა ეტაპზე ხუმრობდნენ ამის გამო, მაგრამ ოჯახის წევრები ამ შემთხვევაში მე მიხვდნენ, რომ არც ისე სახუმაროდ აქვს საქმე.
აი ეს რამდენად შეიძლება აკომპლექსებდეს ამ ბავშვს და უფრო მეტი ცუდი შედეგი მივიღოთ. პირველი, რაც შეიძლება ოჯახმა გააკეთოს, უნდა მოხდეს ამ პრობლემის სრული იგნორირება. ანუ არ შეიძლება პედალირება, ზოგადად არანაირად ჩაისუნთქე, დედიკო დაწყნარდი, დამშვიდდი, აბა ეხლა ეს არანაირად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი ფორმებია, რომ მშობელს უბრალოდ გული ვერ უძლებს, რომ მოусმინოს. აუცილებლად უნდა აღივსონ ძალიან დიდი მოთმინებით და თითქოს არაფერი არ ხდება. ანუ ამაზე არ შეიძლება არანაირი აქცენტის გაკეთება ძალიან ცუდია, მაგრამ არის საზოგადოებაში მცდარი შეხედულებები გავრცელებული ამის თაობაზე, რომ აბა გაჩუმდი, ეხლა ჩაისუნთქე, ეხლა გაწელე, ეხლა ხელახლა გულში თქვი და მერე გაიმეორე. აი ეს არის ამ პროფილის ექიმები არსებობენ, არსებობს ღმერთის წყალობით ჩვენთან ცენტრი მსგავსი და ჯობია მათ მივანდოთ ამ პრობლემის გამოსწორება და ოჯახის პირობებში არ ეს არის პრობლემა, რომელიც შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ეს არის პრობლემა, რომელიც ერთი შეხედვით არ იწვევს ფიზიკურ ტკივილს, არ უქმნის სერიოზულ საფრთხეს ჯანმრთელობას, მაგრამ ფსიქოლოგიური პორტრეტი მებორძიკე ადამიანის იმდენად დატვირთულია ყოველდღიური სტრესებით და ისეთი განცდებია ამ ყველაფერთან დაკავშირებული, როდესაც სასურველ პროფესიას არ ირჩევ, იმიტომ რომ ეს მეტყველებასთან არის დაკავშირებული, არ გადიხარ აუდიტორიის წინაშე, როდესაც ხვებზე უკეთ ხარ მომზადებული, აი საოცარი ნეგატიური შედეგები მოდის. მაგალითად ვიცი, რომ ძალიან განიცდის ამას, არ ყვება გაკვეთილს, აი მართლა გადასარევი აზროვნების ბავშვია და სცხვენია, ხა მეგობრებიც ხუმრობენ ამაზე და უკვე როდესაც ისეთ ასაკში შედის ბავშვი მე ძალიან ისეთ ვარ განწყობილი რაღაც. აუცილებლად სამუშაოდ თვითონ ამ ადამიანებზეც, რადგან მათაც უნდა შეცვალონ დამოკიდებულება, როგორც საკუთარი პრობლემისადმი, ისე გარე სამყაროს რეაქციები ნაკლებად უნდა აინტერესებდეთ ამ შემთხვევაში. ძალიან მინდა ვთქვა ერთი რამ, როდესაც ეს ფიზიოლოგიური როდესაც მე თქვენი გვერდი ვნახე Facebook-ზე სოციალურ ქსელში, აი ჩვენს მაყურებელსაც ვუთხრათ, სოციალურ ქსელში შეგიძლიათ ცენტრის ლოგომედის ნახვა, სადაც უამრავი ინფორმაცია მოცემული და ასევე საკონტაქტო ინფორმაციაც. იქ ვნახე ვიდეო გაქვთ თქვენ ატვირთული, ავსტრიული ესეთი პროექტია, როგორც იცის ალბათ ჩვენმა ტელემაყურებელებმაც, Voice, ქართულად საქართველოშიც გვაქვს, ხო? იქ ბიჭი, რომელიც მეტყველების სერიოზული დეფექტი ჰქონდა, მე აი გაოცებული ვიყავი, როდესაც ეს ვიდეო ვნახე. ის გახდა გამარჯვებული ამ ავსტრიული პროექტის და ეს არის მართლა საოცარი. ეს არის სწორედ ის მონდომება და ის სწორი დამოკიდებულება ალბათ აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ და შედეგიც იყო ბუნებრივი და ლოგიკური ალბათ, ხო? მოვიძიეთ მე ამ ბიჭის შესახებ ინფორმაცია გვაინტერესებდა და მე პირადად არ გამკვირვებია, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ აი ამ გამარჯვების შემდეგ პრაქტიკულად ეს პრობლემა დაძლია. ანუ აი ეს ფსიქოლოგიური გარდატეხა იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ გამარჯვების მე ის ყოველ 3 თვეში ერთხელ გადიოდა სერიოზულ მეტყველების თერაპიას და იქ ჩანს კიდეც თვალსაჩინოდ როგორ მეტყველებს. ქალბატონო, აი კარგი სიტყვა ახსენეთ, თერაპია. რა იგულისხმება ამაში ვთქვათ და როდის არის ის გამართლებული ან აუცილებელი და საჭირო? ჩვენს ცენტრში მე თერაპია შემთხვევით არ მიხსენებია, რამდენადაც ლოგონევროზი არის სამედიცინო პრობლემა და მას მკურნალობა ასე სჭირდება, არის კომპლექსური მეთოდი, რაც ითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო დამნაშავის ლიკვიდაციას, რომელიც შეიძლება ბორციკის გამომწვევი მიზეზი იყოს. პირველ ყოვლისა ეს არის ზუსტად აი ამ ცენტრებზე მუშაობა ხდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომელიც აი ამ ხარვეზის აღდგენაში ეხმარება მეტყველების ცენტრს. მნიშვნელოვანია ძალიან სუნთქვითი ვარჯიშების როლიც, იმიტომ რომ მეტყველებას საწვავის სახით ჭირდება ჰაერი, რომელიც სუნთქვისას უნდა მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფიზიოთერაპია, იგივე ეს ფსიქოლოგიური კორექცია, გარკვეული რჩევები, ანუ ძალიან დატვირთული მეთოდია, რითიც პაციენტებს ვცდილობთ რომ დავეხმაროთ.
და აი ეგ ამ ძალიან მინდა გითხოთ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და დავუპირდით ტელემაყურებელს აუტისტ ბავშვებზეც ვისაუბრებდით უფრო ცვლად და თან ლოგიკურად აპრილი ჩვენ ვიცით რომ აუტიზმის ცნობადობის გაზრდის თვე არის და გვისაუბრია ამ თემაზე ჩვენს ეთერში. აი რატომ აქვთ აუტისტ ბავშვებს აი მეტყველების აი ასეთი სერიოზული პრობლემა და რა ასაკიდან ხდება ამის დადგენა და უკვე მერე თერაპია როგორც თქვით. აუტისტ ბავშვებში უმეტყველობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორი ძირითადი მიზეზით. პირველი ეს თვითონ აი ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ლტოლვა იზოლაციისკენ, რომ მათ უბრალოდ არ უნდათ კონტაქტი არავისთან და შესაბამისად მეტყველება როგორც კომუნიკაციის საშუალება არაფერ სჭირდებათ და არც იყენებენ და მეორე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებში არის დარღვევლის მენითი აღქმა. ანუ ის ჩვეულებრივი ბგერები, ჩვეულებრივი სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მარტივად გასაგები და აღსაქმელია, მათთვის ძალიან ძნელი აღსაქმელია და თვითოულ სიტყვაზე დამჯერეთ შეიძლება ჩვენ 2 კვირაც კი ვიმუშაოთ და 3 კვირა რომ ის უბრალოდ აი ამ საგანს თავის სახელი დაარქვას. აუტისტებში მეტყველების ზოგადად მეტყველების დარღვევა არის პირველი კლინიკური ნიშანი, რითაც ჩვენ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ მსგავსი ტიპის პრობლემის არსებობაზე. ნუ აქაც დაახლოებით აი ესეა, თუ ადრე მაგალითად 3 წლამდე ვერ ხერხდებოდა ამ დარღვევების დიაგნოსტიკა, დღეს აბედნია რომ ეს შესაძლებელია იგივე წელიწადნახევრის 2 წლის ასაკში. ამიტომ თუ უმეტყველობის მომენტებს ვამჩნევთ ბავშვს და თან ამას დაერთვის კიდევ ლტოლვა იზოლაციისკენ, არაადეკვატური დამოკიდებულება მისი ასაკის შესაბამისად აუცილებელია უკვე მაქსიმუმ წლინახევრიდან 2 წლამდე უკვე იგივე ფსიქიატრს და ფსიქონევროლოგს. ძალიან საინტერესო იყო ეკა თქვენთან საუბარი, სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენთვის განყოფილებით, რომ შევუთხრათ ტელემაყურებელს, აი ვისაც გაუჩნდა სურვილი, სად მოგაგნო, სად მოგაკითხონ, ჩვენ Facebook-ის გვერდი თქვით ლოგომედის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ალბათ ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი, თქვათ მისამართი, სად დაგიკავშირდნენ? ჩვენ გვაქვს ასეთი შაბათ კვირას ჩვენ ცენტრში ტარდება უფასო კონსულტაციები. ვცდილობთ აი ასე უფრო მეტად რაღაცა მეტი სინათლე შევიტანოთ მსგავს პრობლემებში და შეუძლია დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე 2-93-19-11 ჩაეწერონ ამ კონსულტაციაზე და მობრძანდნენ, ეს არის სულხან-საბა-ორბელიანის 4 ნომერში მდებარეობს. დათვარი ეს ყველაფერი არის შაბათ კვირას და არის უფასო. ისე რომ მართლა საინტერესო რჩევები მივიღეთ, მე მგონი რომ გასათვალისწინებელია ნამდვილად ეს. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გავაკეთებთ აქცენტს და პედალირებას იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც უჭირს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ხვალზე გვინდა რამ მდგომარეობაში აღმოჩნდება და დავასრულოთ ჩვენი საუბარი, მე ძალიან მომწონს ეს სენეკას სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის გამოჯანმრთელების სურვილი. აბსოლუტურად გეთავაზებთ. ასე რომ დავუშვიდობოთ ჩვენ სტუმარს და დავუშვიდობოთ ზვირფას და ერთ ტელემაყურებელს. წინასწარ მიხარია ის რომ არა, სიუჟეტი გვაქვს კიდევ ჯერ მიხარია თან შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ მეტყველების კორექციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ეკა ჭავჭავაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ისაუბრებდა მეტყველების დარღვევების შესახებ. ახლა სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ, რამდენი